მოგესალმებით, ეს BMG-ა რეგიონის წამყვანი ბიზნეს მედია სააგენტო საქმიან ამბებს BMG-ის გუნდთან ერთად მელინე გოგბერაშვილი წარმოგიდგენთ. ამ წუთებში სემექსში განცხადება კეთდება მესტიის მუნიციპალიტეტის გამრიცხველიანებასთან დაკავშირებით პირდაპირ ეთერში გთავაზობთ ბრიფინგს. ეს დადებითად აისახება ქსელის მდგომარეობას. რა ზიანს აყენებდა მოსახლეობას ეს უკანონო მაინერები და დათვირთვა იყო ქსელზე როგორც და რა შეიცვლება ამის შესაძლებლობებს დიახ, თავისთავად, როდესაც არ ხდება მოხმარებული ელექტროენერგიის გადახდა, ეს უარყოფითად აისახება ენერგოკომპანიაზე, შესაბამისად მის მდგომარეობაზე და ის დანახარჯები, რომლებიც ენერგოკომპანიამ აუცილებლად უნდა აინაზღაუროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვერ მოემსახურება მომხმარებელს, თავისთავად ცხადია, ეს ყველაფერი უნდა აისახოს ტარიფში. გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარება გამოიწვევს უკვე აღრიცხული ელექტროენერგიის, ასე ვთქვათ, გადახდას მომხმარებლების მხრიდან, დღეს გაჟღერდა ის, რომ ეს შეღავათები გარკვეული პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდება, დაწესდება გარკვეული ლიმიტები, ეს გამომდინარეობს ჩვენი შეფასებით იქედან, რომ საქართველოს მთავრობას აქვს უფლებამოსილება, სუბსიდირება განახორციელოს გარკვეული მომხმარებლების და შესაბამისად, როდესაც დასრულდება აღრიცხვის ზიანობა, მოწესრიგდება სრულად მესტიას მუნიციპალიტეტში აღრიცხვის პროცესი, ენერგოპროჯორჯიას ექნება შესაძლებლობა რეაბილიტაცია ჩაატაროს ქსელის, რომელიც როგორც მოგახსენეთ, ამ მდგომარეობაში, როდესაც გადატვირთით მუშაობდა ქსელი, თავისთავად ცხადია, საჭიროებს რეაბილიტაციას და ეს ყველაფერი დადებითად აისახება. შემცირდება მოხმარებული შემცირება ნიშნავს ნაკლები ელექტროენერგიის შესყიდვის აუცილებლობას ენერგოკომპანიის მხრიდან, შემცირება დანაკარგები ქსელში, როდესაც გაუმჯობესდება ქსელის მდგომარეობა, ესეც რასაკვირველია დადებითად აისახება დანახარჯებზე და საბოლოო ჯამში საბოლოო მოხმარებელს. თავის დროზე რატომ განისაზღვრა უფასო ელექტროენერგია სვანეთის მომხმარებლებისთვის, რით ახსნით ამას და რა პროცენტული მაჩვენებელი იყო წილი, რა უნდა მოეხმარათ, რა რაოდენობის ელექტროენერგია? ესეთი განსაზღვრა არ ყოფილა, უბრალოდ მოსახლეობამ თავად მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ აინაზღაურებინა მოხმარებული კილოვატ-საათები, ბევრი მცდელობა ენერგოკომპანიის მხრიდან, რომ გამრიცხველიანება განეხორციელებინა სამწუხაროდ უშედეგოდ სრულდებოდა, იმიტომ რომ წინააღმდეგობა ხდებოდა ადგილობრივი მოსახლეობისგან, ამიტომ გახდა აუცილებელი გადაწყვეტილების მიღება მთავრობის დონეზე და მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას და შესაბამისად უკვე ყველა მომხმარებელი უნდა დაექვემდებაროს იმ გადაწყვეტილებას, რაც დღეს იქნა მიღებული და აღრიცხული კილოვატ-საათების შესაბამისად უნდა მოხდეს ბუნებრივია ელექტროენერგიის გადახდა, იმ შეღავათების გათვალისწინებით, რაც დღეს გაჟღერდა დღევანდელ ბრიფინგზე. წინააღმდეგობას ახლა აღარ ელოდებით. წევრი გივი სანიკიძე აკეთებდა განცხადებას სემექსში, როგორც მოისმინეთ, დაწესდება გარკვეული ლიმიტები, რომლის ზემოთაც ელექტროენერგიის მოხმარებაზე მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა კონკრეტულ ტარიფს გადაიხდის, ხოლო მას შემდეგ, რაც აღრიცხვიანობა მოწესრიგდება მუნიციპალიტეტში, ენერგოპროჯორჯია ჩაატარებს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. კრიპტომაინინგის პრობლემის აღმოსაფხვრელად მესტიის მუნიციპალიტეტში მასშტაბური გამრიცხველიანება დაიწყება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ დღეს სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მდინარაძის თქმით, ქსელისა და გადამცემი ხაზების გადატვირთულობის გამო მესტიაში ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი უარესდება და ხშირია ავარიული შემთხვევები, რაც ადგილობრივი მოსახლეობის გარდა ნეგატიურ გავლენას ახდენს ტურიზმზეც. ვიცე-პრემიერის თქმით, ელექტროენერგიის მოხმარება მესტიის მუნიციპალიტეტში 2025 წელს 133 მილიონი კილოვატ-საათი შეადგინა, მაშინ როდესაც მსგავსი მასშტაბის მუნიციპალიტეტის ელექტრომოხმარება ყველა მონაცემის გათვალისწინებით სხვა შემთხვევებში არ აღემატება 10 მილიონ კილოვატ-საათს. მდინარაძის თქმით, ელექტროენერგია სვანეთში კვლავ იქნება უფასო თითოეული აბონენტისთვის საჭირო მაქსიმალური რაოდენობის ფარგლებში, ხოლო აღნიშნული რაოდენობის ზემოთ დაწესდება ლიმიტი და შესაბამისი ტარიფი. საქართველოს მთავრობა იწყებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი არალეგალური ბიზნეს საქმიანობის წინააღმდეგ. ერთ-ერთი მსხვილი გამოწვევა ამ მიმართულებით შეეხება უკანონო კრიპტომაინინგის პროცესს მესტიის მუნიციპალიტეტში, სადაც ამ პრობლემის გამო ელექტროხაზები მუდმივად გადატვირთულია, დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო მოხმარება კი მნიშვნელოვნად აზიანებს როგორც ქვეყნის ენერგეტიკას,
ასევე მესტიის ადგილობრივ მოსახლეობას და კერძო სექტორს. პრობლემის აღმოსახველად პირველ რიგში დაიწყება გამრიცხველიანების პროცესი მესტიაში, რაც აქამდე სხვადასხვა წინააღმდეგობების გამო ვერ ხერხდებოდა. აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ გამრიცხველიანების ერთადერთი მიზანია ელექტროენერგიის უკანონო და ფარული მოხმარების აღმოფხვრა. ელექტროენერგია სვანეთში კვლავ იქნება უფასო. აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტი 2025 წელსაც შემცირდა, რუსეთიდან კი გაიზარდა. სემეკის წლიური ანგარიშის მიხედვით 2025 წელს საქართველომ აზერბაიჯანიდან 2 მილიარდ 27 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიიღო. 2024 წელთან შედარებით აზერბაიჯანიდან მიღებული გაზის მოცულობა 1,6%-ით არის შემცირებული. სემეკის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით რუსეთიდან გაზის იმპორტი კვლავ მზარდია. 2025 წელს საქართველომ რუსეთიდან 886 მილიონი კუბური მეტრი გაზი იყიდა, რაც 12%-ით აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს. როგორია საქართველოს გაზის მიწოდების წყაროების ბალანსი და რამდენად საიმედოა არსებული სტრუქტურა? ეკა გაზდელიანი გვეტყვის უფრო მეტ დეტალს პირდაპირ ეთერში. ეკა, მოგესალმებით და გისმენთ. მოგესალმები ელენე. გასულ წელს ქვეყანამ ჯამში 3 მილიარდ და 72 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მოიხმარა. ქვეყანა თითქმის 100%-ით დამოკიდებულია იმპორტირებულ გაზზე და რომ გადავხედოთ გაზის იმპორტის სტრუქტურას, ვნახავთ, რომ გასულ წელს ქვეყნის მოთხოვნის დაკმაყოფილებაში აზერბაიჯანიდან მიღებული ბუნებრივი გაზის წილმა 71.7% შეადგინა, რუსეთის ფედერაციიდან მიღებულმა კი თითქმის 28%. საქართველო აზერბაიჯანიდან გაზს 2 მილსადენით იღებს, ერთი ეს არის სამხრეთ-კავკასიური მილსადენი და მეორე ეგრეთ წოდებული ყაზახის საგურამო, რომელიც საბჭოთა მილსადენია და შედარებით ამორტიზებული, თუმცა არსებული ცნობებით საქართველომ თავისი სივრცის გარკვეული ნაწილი სამხრეთ-კავკასიურ მილსადენში, როგორც ვიცით, დაუთმო აზერბაიჯანს, რომ აზერბაიჯანმა შეუფერხებლად მიაწოდოს გაზი ევროპას და ქვეყანა გაზის დიდ ნაწილს მეორე ყაზახის საგურამოს მილსადენით იღებს. გასულ წელს საქართველომ ამ მილსადენიდან 2 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზი მიიღო, საიდანაც 1,371 კუბური მეტრი დამატებით აუქციური გაზი იყო, 666 კი ზოგადი იმპორტი. სამხრეთ-კავკასიური მილსადენიდან საქართველომ მხოლოდ 225 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიიღო, პარალელურად კი გაზრდილია რუსული იმპორტი. 2025 წელს საქართველომ რუსეთიდან 886 მილიონი კუბური მეტრი გაზი იყიდა, რაც 12%-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს. ჩვენ მაინც პრობლემები გვაქვს დასავლეთ საქართველოში წნევის. ყაზახი საგურამო ეს თავის ხაზი მუშაობს. ხის შემთხვევაში ჩვენ ვჭირდება რუსეთიდან დამატება იმის გამო, რომ მოხდეს აუცილებლად წნევების გასორება და ადარეგულება დასავლეთ საქართველოში და არის კიდევ მეორე ვარიანტი. ფასების ვარიანტი რა და როგორ იქნება. ეხლა იქ ვერ ხედავ მე აი პრობლემას დაუშვათ, რომ წლის განმავლობაში როდესაც 3 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მოვიხმარე, 500-600 მილიონი რუსეთიდან შემოვიტანოთ დანარჩენი აზერბაიჯანიდან, ესეც არ არის პრობლემა ჩემთვის, იმიტომ რომ მეტნაკლებად მაინც დივერსიფიცირებულია აი ეს ხაზილი ეს სისტემა. რომ თვითონ ჩამოვეკიდო მე ყაზახის საგურამოს ხაზს, ტექნიკურადაც არ იქნება სწორი და იდეოლოგიურადაც არ იქნება სწორი. ის რომ რუსეთიდან ბუნებრივი გაზის იმპორტი კვლავ გაიზარდა, სამეკის ცნობით ქვეყანის შიგნით ბუნებრივი გაზის გაზრდილი მოხმარებითაა გამოწვეული, კერძოდ პიკური დღიური მოხმარებების მაღალი ნიშნულით, რაც დღიურად 18-19 მილიონი კუბური მეტრის ფარგლებშია. გარდა ამისა, კიდევ ერთ მიზეზად ანგარიში მითითებულია, რომ აზერბაიჯანის მხრიდან ბუნებრივი გაზის მიღების წერტილების დაკონტრაქტებული სიმძლავრეები ვერ აკმაყოფილებდა შიდა მოხმარებას და საჭირო გახდა დამატებით ბუნებრივი გაზის შემოტანა. როგორც სამეკის წევრი გივი სანიკიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, საქართველოში ბუნებრივი გაზის მოხმარების ზრდაც ალტერნატიული წყაროების ათვისების აუცილებლობას ქმნის, ხოლო რუსული გაზის წილის მატება ქვეყნის იმპორტში არ ნიშნავს აზერბაიჯანული გაზის ჩანაცვლებას და იმპორტის დივერსიფიკაცია ბუნებრივი პროცესია, რომელიც გამოწვეულია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებით და გაზრდილი მოხმარებით. მისეთ თქმით, იმისთვის, რომ მომხმარებელი გაზის გარეშე არ დარჩეს, აუცილებელია ალტერნატიული წყაროების არსებობა, რათა ქვეყანა მხოლოდ ერთ მიწოდებელზე არ იყოს დამოკიდებული. ცალსახად გამართლებულია ის, რომ არ ვართ დამოკიდებული მხოლოდ ერთი მოწოდების წყაროს. დივერსიფიცირებულია და ასეც უნდა იყოს მოწოდების წყაროები, იმიტომ რომ ჩვენ დავაზღვევთ გარკვეული რისკები მოწოდებასთან დაკავშირებით. გამომდინარე იქედან, რომ უდიდესი წილი აზერბაიჯანულ გაზზე ვართ დამოკიდებული, აქ რისკები ნაკლებია, თავისთავად ცხადია, თუმცა ბუნებრივია ეს გადაწყვეტილებები უნდა შეფასდეს იმ კონტექსტში, თუ რა ფასად ხდება რუსული გაზის შემოსვლა და ეს
დადებითად თუ უარყოფითად აისახება, ან ასე რომ ესე ცალსახად, იმიტომ რომ რუსული გაზის წილი გაიზარდა ქვეყნის, ასე ვთქვათ, მოწოდებაში, ეს არ შეიძლება უარყოფით კონტექსტის შეფასდეს. ეს არის კომპლექსური შეფასების ნაწილი. ხდება ზედმეტი დემონიზება ამ რუსული გაზისა, გაზს არ აქვს არც ფერი, არც სუნი, მოგვაწევთ ხოლმე ადრე. და ბომბებს ვერავინ ვერ გამოაყოლებს, ამიტომ არის საჭირო რისკების ანალიზი და სწორედ დაუბრუნდეთ ჩვენ საწყის იმას. უნდა შეფასდეს რისკები იქიდან მოწოდების, რისკები აქედან მოწოდების და ისე უნდა დაბალანსდეს, რომ ეს რისკი, რომელიც ყოველთვის არსებობს, იყოს მინიმალური. მე ისე მინდა დაუბრუნდე აი იმ დახურულ ხელშეკრულებებს, რომელიც ჩვენ გვაქვს აზერბაიჯანთან დადებული, სანამ იმათი პირობები არ გვეცოდინება, არც საფრთხეები გვეცოდინება. რა საფრთხეები არის იქ ჩადებული. ამიტომ სახელმწიფოს და მთავრობას მოვუწოდებ, რომ ყოველგვარი ძალისხმევა გაწიოს, რომ ეს ხელშეკრულები და თუ რამე საფრთხეები არის, ჯობია მოიძებნოს იმის გზად, რომ ეს ხელშეკრულებები და მანდ ჩადებული საფრთხეები იყოს, ასე ვთქვათ, შერბილებული. საქართველოს რუსეთიდან რუსეთიდან შემომავალი გაზსადენის მოზლოკი საგურამოს საშუალებით იღებს, რომლის გამტარუნარიანობა დღე-ღამეში 20 მილიონი კუბური მეტრია და ამ გაზსადენით გაზი მიეწოდება სომხეთსაც. ენერგეტიკოსების შეფასებით სავარაუდოდ კომერციული გაზის ნაწილში უფრო იაფი სწორედ რუსული გაზია, თუმცა იმისთვის, რომ ყველა შეთანხმება და რისკები ცნობილი იყოს, არსებული ხელშეკრულებების გასაჯაროება უნდა მოხდეს, რომლებიც დღეს გასაიდუმლოებულია კომერციული საიდუმლოს მოტივით. ამის წინაპირობა კი გაზის ბაზრის ლიბერალიზაციის საწყება იქნებოდა, რომელიც ჯერჯერობით კვლავ გაურკვეველი ვადით გადავადებულია. მადლობა ეკა გაზდელიანს უსმენთ პირდაპირ ეთერში. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის მიმდებარედ მზის ახალი ელექტროსადგურის მზის ველის მშენებლობა იგეგმება. ახალ 25 მეგავატიანი სადგურის პროექტი სახელმწიფო კერძო პარტნიორობის ფორმატში ხორციელდება. კერძოდ კი შეპესე მზის ველის 10%-ის მფლობელია საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, ხოლო სადგურის განთავსება იგეგმება ამავე ფონდის საკუთრებაში არსებულ 8.4 ჰექტარის მიწის ფართობზე. კომპანიის 90%-ის მფლობელია შეპესე ველი, რომელიც ბიზნესმენ ლაშა იორდანიშვილის მიერ არის დაფუძნებული. გეზეშე დოკუმენტაციის თანახმად ტერიტორიაზე სულ 1974 ცალი სპეციალური მაგიდის მოწყობაა დაგეგმილი, რომლებზეც მზის პანელები დამონტაჟდება. ახალი მიკროსიმძლავრის სადგურების მშენებლობაზე მოთხოვნა შემცირებულია, რისი მიზეზიც ნეტო დარიცხვის სისტემაზე გადასვლა. ამის შესახებ მზის სადგურების მშენებელ კომპანიებში აცხადებენ. კერძო სექტორის ინფორმაციით ამ დროისთვის ნეტო დარიცხვის სისტემაში მხოლოდ 100-მდე მომხმარებელია ჩართული, რაც მათი შეფასებით საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიუხედავად მცირედი ზრდისა, ნეტო დარიცხვის სისტემის ფარგლებში შესაძყიდი ელექტროენერგიის ტარიფი კვლავ საკმაოდ დაბალია, რაც ქვეყანაში ახალი მიკროსიმძლავრის სადგურების მშენებლობის მიმართ ინტერესს ამცირებს. როგორ მუშაობს ნეტო დარიცხვის სისტემა და როგორია მარეგულირებელი კომისიის პოზიცია, ნუცა შუბაშვილი მუშაობდა თემაზე და დეტალებით სწორედ ის გვერდება პირდაპირ ეთერში, ნუცა გისმენთ. ელენე მოგესალმები. ნეტო დარიცხვის სისტემაზე გადასვლამ ქვეყანაში მიკროსიმძლავრის სადგურების მშენებლობაზე მოთხოვნა შეამცირა. ასე აფასებენ მზის სადგურების მშენებელ კომპანიების ნაწილში ახალ სქემას, რომელიც რეგიონებში ენერგოპრო ჯორჯიას აბონენტებისთვის 2025 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდა. კერძო სექტორის ინფორმაციით, ამ პერიოდში ნეტო დარიცხვის სისტემაზე მხოლოდ 100-მდე მომხმარებელი ჩაერთო, რაც მათი შეფასებით საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. როგორც ჰელიოს ენერჯიში აცხადებენ, მიმდინარე წლის აპრილში, როდესაც ქვეყანაში ელექტროენერგიაზე გაიზარდა სამოხმარებლო ტარიფები, ასევე ამოქმედდა ცვლილება შეეხო ნეტო დარიცხვის სისტემის ფარგლებში შესაძყიდი ელექტროენერგიის ტარიფსაც და ის ენერგოპრო ჯორჯიას შემთხვევაში 5.5 თეთრიდან 6.5 თეთრამდე გაიზარდა, ხოლო თელასის შემთხვევაში ზრდა ასევე დაახლოებით 1 თეთრი იყო და 10 თეთრამდე გაიზარდა. თუმცა მიუხედავად ამისა, ბაზრის მონაწილეები ამბობენ, რომ მიკროსიმძლავრის სადგურების მშენებლობა თვითღირებულების გათვალისწინებით ტარიფი კვლავ საკმაოდ დაბალია, რაც ქვეყანაში ახალი სიმძლავრეების სადგურების მშენებლობის მიმართ ინტერესს ამცირებს. ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აუცილებელია ტარიფი ადეკვატურ ნიშნულამდე გაიზარდოს, ასევე ბაზარზე თავისუფალი მიმწოდeblis კონცეფციის გააქტიურდეს, რასაც მათი ინფორმაციით ეკონომიკის სამინისტროსგან შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების შემუშავების გაჭიანურება აფერხებს. მზის სადგურების მშენებელ კომპანიებში აცხადებენ, რომ ბაზარზე თავისუფალი მიმწოდeblis კონცეფციის გააქტიურება უზრუნველყოფს იმ
იმას, რომ მიკროსიმძლავრის სადგურების მფლობელებს საშუალება ჰქონდეთ, რომ ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგია მიღმა ენერგოპრო-ჯორჯიასა და თელასისა სხვა კომპანიებმაც შეისყიდონ. ძირითადი მიზეზი, რაც იწვევს უინტერესობას ამ რეგულაციის მიმართ არის ის, რომ ჭარბი ელექტროენერგიის შესყიდვა ხდება ძალიან დაბალ ფასად. ეს არის 6.5 თეთრი ენერგოპროს ქსელში. თელასის ქსელში დაახლოებით 10 თეთრი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ინტენსიურად მუშაობთ სემეკთან, ამასთანავე ძალიან ინტენსიურად არის სამუშაო სამინისტროსთანაც, რომ ის რეგულაცია, რომელიც ამბობს, რომ თავისუფალმა მიმწოდებელმა შესაძლოა იყიდოს ეს ჭარბი ენერგია, უნდა ავამოქმედოთ პრაქტიკაში. ფაქტიურად დღეს თავისუფალი მიმწოდებელი ამ ჭარბ ელექტროენერგიას ვერ ყიდულობს და აქედან გამომდინარე, მხოლოდ ერთადერთი შესაძლებლობა რჩება, რომ 6.5 თეთრად ეს ენერგოპრომ იყიდოს, რაც ფინანსურად არ არის მომგებიანი და შესაბამისად ამიტომაც არის ინვესტიციების ნაკლებობა ამ კუთხით. თუ იმ მომენტში არ აქვს ელექტროენერგიის მოთხოვნა, იწევს ამ ელექტროენერგიის საკმაოდ დაბალ ფასად მიწოდება, რაც ეკონომიკურად გაუმართებელია ბიზნესისთვის. ანუ რომ ანგარიშობ კალკულაციას რო ვაკეთებთ, პრაქტიკულად დღის განმავლობაში თუ საწარმო შეჩერდა მაგალითად, ხო? ის გამომუშავებული ელექტროენერგია, ჩათვალეთ, რომ სიმბოლურ ფასში იბარებს ენერგოპრო.იდან გამომდინარე, ჯერჯერობით მოთხოვნა, ჯერჯერობით არის საერთოდ მოთხოვნა პრაქტიკულად შეგვიძლია დავარქვათ ნულზე არის. კარგი იქნებოდეს, რომ ესკოს ფასს მაინც მიუახლოვდეს, ხო? ეს იქნება, ასე ვთქვათ, სამართლიანიც იქნება, მე ვფიქრობ და საკმაოდ კომფორტული იქნება, ანუ რაღაცას უკვე დაემსგავსება. თუ ის ვერ ათვისებული ელექტროენერგია ესკოს ფასით რომ დარეგულირდეს. როგორც აღინიშნა, ენერგოპრო-ჯორჯიას აბონენტებისთვის ნეტო დარიცხვის სისტემა 2025 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედა. მთავარი განმასხვავებელი ნეტო აღრიცხვის სისტემისგან ისაა, რომ ახალი სქემის ფარგლებში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი ქსელში მიწოდებული კილოვატ-საათების მოხმარებულ ელექტროენერგიასთან გაქვთვის ნაცვლად მიწოდებულ თითოეულ კილოვატ-საათზე შესაბამის საფასურს იღებს, რაც როგორც აღინიშნა, კერძო სექტორის შეფასებით საკმაოდ დაბალი ტარიფია. ამასთან ნეტო დარიცხვის სისტემის ფარგლებში შემცირდა სადგურის დადგმული სიმძლავრეც და ის ნაცვლად 500 კილოვატ-საათისა უკვე 100 კილოვატ-საათამდე სიმძლავრის სადგურებს ეხება. სემეკში კი აცხადებენ, რომ ნეტო დარიცხვის სისტემაზე გადაცვლის შემდეგ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობაზე მოთხოვნის შემცირება მოსაოდნელი იყო, თუმცა მარეგულირებელში აცხადებენ, რომ ნეტო დარიცხვის სისტემაზე ეტაპობრივი გადასვლით, მათ შორის ევროპული კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციასკენ გადადგმული ნაბიჯიცაა. მარეგულირებელში ასევე აღნიშნავენ, რომ უახლოეს ხანებში ნეტო დარიცხვის მიმართულებით ტარიფების დამატებითი ზრდა არ იგეგმება, თუმცა ასევე ადასტურებენ, რომ გარკვეული საკანონმდებლო დაზუსტებები თავისუფალი მიმწოდებლის კონცეფციის გააქტიურებისთვის ნამდვილად საჭიროა. ეს გულისხმობს ზუსტად იმას, რომ შესაბამისობაში ვიყოთ ევროპულ კანონმდებლობასთან და უკვე 2027 წლიდან იმოქმედებს მხოლოდ ნეტო დარიცხვა ახალი მომხმარებლებისთვის. და ეს სამართლიანია იმ კუთხით, რომ ის შეღავათი, რაც არსებობდა ქსელურ კომპონენტის ნაწილში, უკვე ამას ვეღარ მიიღებს ის მომხმარებელი, რომელსაც საკუთარი მომხმარების გენერაცია გააჩნია და ყველა გადაიხადეს ქსელურ კომპონენტს. გამომდინარე იქედან, რომ ეს პირდაპირ მიბმულია სამომხმარებლო ტარიფსა და სამომხმარებლო ტარიფში განსაზღვრულ მიწოდების ფასზე, საშუალო შეწონილ ფასზე, ამ კუთხით, როგორც მოგახსენეთ, თავად სამომხმარებლო ტარიფის ცვლილებები არ არის მოსალოდნელი, შესაბამისად ამ მიმართულებითაც ცვლილებები არ უნდა იყოს მოსალოდნელი. თავისუფალი მიმწოდებლის მიერ აღნიშნული ენერგიის შესყიდვის ნაწილში აუცილებელია გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები და რეგულაციების ცვლილებები და ამასთან დაკავშირებით ბუნებრივია არსებობს მოსაზრებები და შესაბამისად ნახოთ როგორ განვითარდება ამ მიმართულებით. ნეტო აღრიცხვის სისტემით სარგებლობა ჯერ კიდევ შესაძლებელია თბილისში თელასის აბონენტებისთვის, სადაც ჯერჯერობით ქსელში ინტეგრაციის 20%-იანი ლიმიტი ამოწურული არაა, თუმცა 2027 წლიდან უკვე თბილისშიც ყველა ახალი მიკროსიმძლავრის სადგურს ქსელში ჩართვა ნეტო დარიცხვის სქემით მოუწევს. მადლობა ნუცა შუბაშოვს უსმენთ პირდაპირ ეთერში. საქმის კურსი ამით დასრულებულია. დღის ყველა მთავარ ბიზნეს და ეკონომიკურ სიახლეს 19 საათზე ანა ლაპიაშვილი შეაჯამებს. მე ხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის.